მოგესალმებით, ეს არხი ბუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ BMW Z8-ს, რომელიც არის 1.18 მასშტაბში, რომელიც არის BMW-ს უიშვიათესი მანქანა. ხო. თვითონ მანქანა. ნამდვილი და საკოლექციოც ძალიან იშვიათია. მოგესალმებით. ხო. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავხადოთ ამას რატიანს დონაციისთვის. აუცილებლად. მადლობა თამას. არხი უნდა დონაციისთვის, რამაც სტიმული მოგცა აგერ შემდეგი მოდელებისთვის, რომ შეგვეძინა. და ძალიან მაგარი მანქანა. და იმ მოდელებიდან ერთ-ერთი ეს არის ეს მოდელი. ეხლა მე ვიტყვი იმ წარმოებებს და რაღაცებს. კი ბატონო. ეს მოდელი არის 1.18 მასშტაბი, არის მაისტორსი, რომელიც 1967 წლიდან აწარმოებს მოდელებს. და არის მაისტოს უიშვიათესი მოდელი. თქვენ წარმოვიდგინეთ და ეს 60-ზე იშვიათი მოდელია. რომელიც eBay-ზე ღირს $80. წონის და ტრანსპორტირების გარეშე. ვინა როგორია. და რატო ავირჩიეთ Z8? იმიტომ რომ განსხვავებულია და იმიტომ რომ თავისებური ისტორია აქვს. და იმიტომ რომ ჯეიმს ბონდში მონაწილეობს. ხო. ანუ რამდენიმას ვეხებით ფილმი, ისტორია, განსხვავებული მოდელი. კი. და ეს უკვე BMW-ს მეორე განსხვავებული მოდელია. როგორც 850 იყო, დაახლოებით ეგეთი თემა. კი ბატონო. არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, დაკომენტარება და გაზიარება არ დაგაუწყდეთ და თქვენ რო დონაციას გააკეთეთ ხო? ესეთი მაგარი ვიდეოები წამოვა. აუცილებლად წამოვა ესეთი მაგარი და საინტერესო ვიდეოები, კი ბატონო. მოკლედ, რაც შეეხება ისტორიას, BMW-ს ისტორიას. ყველაფერი დაიწყო 50-იანი წლებით. თვითონ BMW-ს თუ არა, კონკრეტულად საიდანაც ეს მოდელი წამოვიდა. ხო და კიდე ერთი რაღაც მინდა ვთქვა. კი. 1.18 მასშტაბში პირველი კაბრიოლეტია სკოთაშვილის. ხო. ჩვენთან პირველი ხო, ჩვენ არხზე პირველი კაბრიოლეტია, კი ბატონო. გავაგრძელებ, ხო? ხო. დაიწყო 50-იან წლებში. მაშინ გამოვიდა BMW-ს ერთ-ერთი ულამაზესი მანქანა. მე ვიტყვი მაგას მინდა. კი ბატონო. BMW 507. კი ბატონო. BMW 507. რომელიც რაი მართლა ძალიან ლამაზი მანქანა იყო. გეთანხმები. და აგრა სტიმული მიეცათ რა. ბავარიელებს ამ BMW-ს წარმომადგენლობას, რომ თან ეს ბოქსტერის ვარიანტი პატარა მოდელი, რასაც ქვია რა, ზომით პატარა მოდელი BMW-ში Z სიმბოლოთი დაეწყოთ გამოშვება. ანუ აიღეს 507-დან. ოღონდ თავიდან დაიწყეს Z1-ით. ხო. სადაც შემოიტანეს ეს ინოვაციები, როგორც ჩვევიათ BMW-ს წარმომადგენლობას რა. რომ ეს კარები რო დაბლა კარნიში შედის და ბევრი სხვა დანარჩენი რაღაცები, ხო. დიზაინერი პირველი იყო ეგა Z1. მაგრამ მერე უკვე 80-იანების მიწურულს 90-იანების დასაწყისში, ხო? გადაწყვიტეს, რომ მაინც ისევ ის აი 50-იანი წლების 507-ის გაახლების ვარიანტი გაეკეთებინათ რა. თანამედროვე ვერსია. ახალი ვერსია. ხო, თანამედროვე ვერსია გაეკეთებინათ. და მაგიტომაც ადგენენ და 1997 წელს ტოკიოს ავტოშოუზე წარადგინეს Z7. იაპონიაში, კი. პროტოტიპი გააკეთეს Z7 დაარქვეს მანქანას და ეხლა ნახე განსხვავება რა იყო. ამ მანქანას ამ Z8-სა და Z7 შორის. ჯერ ერთი საქარე მინა ქონდა ოდნავ პატარა. იმასთან შედარებით ცხაური ქონდა ეს წინა მხარე, ეს ცხაური ქონდა უფრო შედარებით ვიწრო,
აი ეს ამას ცოტა ის ხო, ამას უფრო ცოტა განიერი. პლუს აი ეს ქვედა ტუჩი უფრო შეწეული იყო. ამ მანქანაზე უკვე გამოწიეს. და რაც მთავარი იყო რა, განსხვავება კიდე რა. აი აქ ქონდა ესე კუზივით. აი ამ ადგილას. უკან ხო, საბარგულზე გადადიოდა, ხო, კუზივით ქონდა, რომელიც უსაფრთხოების იმას იცავდა რა. ხო, მაგრამ ეს სულ ამაზია. მერე უკვე 1999 წელს უკვე გერმანიაში ბავარიის ავტოშოუზე წარადგინეს უკვე დასრულებული ვერსია, რომელიც უკვე უნდა გამოსულიყო. პროტოტიპად გააკეთეს. ის იყო პროტოტიპი Z7. ხო. Z7 იყო პროტოტიპი და Z8 უკვე მანქანა. უკვე Z8 რო დაარქვეს რა. და თან კუზაოს მოდელს ერქვა E52, კი ბატონო. უკვე აი ეს რაც ჩამოთვალე რა, ის განს ყველაფერი ეგენი უფრო დახვეწეს, დაუმატეს აი ესენი. ხო. ეგ ისე რა. უსაფრთხოების ის არის რა ესა. ხო. აი ეს მაინტერესებდა ეგ. სხვა მანქანები. ხო, ეს სილამაზისთვის არ არის, ეს არის აი მანქანა რო გადაბრუნდეს, ხო? მაგაზის. მძღოლი და მგზავრი რო დაიცვას. აი ეს იცავს. ეს არის მასიური ლითონისა რა. თლიან ძარაზე არის დამაგრებული. ერთიანი არის რა, ძარასთან ერთად არის ეს. და მერი არის მიბმული სხვა დანარჩენები, ყველაფერი ზედა გაიგე. და ეს ყველაფერი არის უსაფრთხოების გამო. ის რომ მოხსნეს, ხო, რომ გააუქმეს და გაასწორეს ეს ადგილი, დაამატეს ესენი. ხო, პლუს მყარი სახურავითაც ხო გამოდიოდა ეს ვერსია. იმას ჰქონდა როგორი ფორმისა, იცი, აი ესეთი ფორმისა იყო იმ Z0-შიც. ამისი უკვე სწორი იყო. სწორი ფორმა. ხო, ის კოპები და აკლების კუზები ვით ჰქონდა რა და ამისი სწორი არის. აი ეგეთი განსხვავებებით. და უკვე გერმანიის ავტოშოუზე ხო უკვე რაც უნდა სერიულად გამოსულიყო ეგ ვერსია წარადგინეს და დაარქვეს Z8. ხო. ხო. და გამოუშვეს ეგ ვერსია რა. ხო, პლუს მაგასთან ერთად ხო, აი იაპონიაში რო წარადგინეს ხო, იმდენად ემოციები გამოიწვია ამ მნახველებში და მომხმარებლებში რა და BMW-ს ფანებშიც რომ ძალიან წამოვიდა მოთხოვნები. სამწუხაროდ ეხა ვეღარ აკეთებენ ეგეთ რაღაცებს. ხო, ნუ მაგიტომაც ითვლება აი BMW-ში რავი მე მგონი არა ყველაზე ლამაზი მანქანა არის. გინდაც 507 ავიღოთ და გინდაც Z8 ავიღოთ. აი ძალიან ლამაზი მანქანა. ვიზუალურად მართლა ძალიან მაგარი მანქანა. ანუ დაახლოებით როგორი რაღაც გააკეთეს, იცი? 850 რო გამოვშეს. ძველი. და ყველა რო გადაირია ვარა მაგარი მანქანაა და რაღაც. ხო. ეს არის მაგის ისა რა. გაგრძელებასავითა. კი ბატონო. ხო, რაც მთავარია თვითონ მანქანის მონაცემებს. უკვე სერიულად რაც გამოვიდა ეს Z8, ხო? ხო, ეგ საინტერესო. ხო, ძრავი ჩააყენეს M5-ის, E39-ის. კი ბატონო, იმიტომ რომ 98-ში ხო გამოვიდა M5 E39 კუზაო. ვინც კუზაოს ნომერი ვერ იცანი, დუტი პიცოტი. ხო, დუტი პიცოტი ეგრეთ წოდებული, მაგის ძრავი აყენია. ხო, 8 ცილინდრიანი ძრავი არის 400 ცხენის ძალით. მაგარია. ხო. აუ ეს თან ხო, თან აჩქარება 4 და 4 წამი. 4.4 წამი. მაგ დროისთვის 99 წელზე მაქვს საუბარი რა. ანუ მე წარმოიდგინე E39 მძიმე მანქანა, ამასთან შედარებით ეს შედარებით მსუბუქი მანქანა იგივე ძრავით. ბევრად მაგარი რამე გამოვიდა. ხო. მე მაგ დროს ვარ სადღაც 1 წლის. ხო, შენ 1 წლის კი ბატონო. შენ და M5 ერთად დაიბადეთ. ხო. ეგეთი ვარიანტია. ხო, კიდე რა უნდა დავამატო? ჯამში სულ გამოუშვეს 5703 ავტომობილი. კი. მანდედამ 3200 ავტომობილი ევროპული ბაზრისთვის გააკეთეს, აწყეს და 2503 ავტომობილი ამერიკის ბაზრისთვის.
მანდედან კიდე მაგ 5703 მანქანიდან 500 ცალი არის 555 ცალი ალპინის ვერსიაა. ხო მაგრამ იგივე ვერ ვაძრავი აყენია. ოღონდ M5-ისა აღარ. თვითონ არა, თვითონ ალპინი ცალკე ძრავი ხო. ხო, იმისი ხო 5-დან 2 იყო M5-ის ძრავი. ეს უკვე 4-დან 8 არის ძრავი. და 300 რაღაც. და 376 ცხენი ძალა აქვს. აი რატო? აი არ ვიცი. აი ხა ნახე მაყურებელს რო არ გაუჩნდეს ისა კითხვა რატომ მქონდა ეგეთი რეაქცია. ვინც არიცით? ალპინა არის წუნი კომპანია. ხო. აი AMG და Brabus ხო გაგიგიათ? Mercedes ხო, თან ბოდიში გაწყვეტინებ, განსხვავება კიდე რა არის სერიებში, აი თვითონ ნუმერაციაში. ჩვეულებრივი სტოკ მანქანებზე რა, სერიულ მანქანებზე, აი მაგალითად ეს ყარი E52. ანუ წინა ციფრი EASO, GIASO აქვს კიდე. GISO აქვს. ხო. G ეხლა აი ალპინასი არის BEASO. ხო. ხო, აი მაგალითად E34. ხო. ალპინასი არის BEAT. BEAT კი ბატონო. ხო, ეგეც რო იცოდნენ ჩვენმა მაყურებლებმა. ხო, რაღაცას ვამბობდი. ხო, ალპინაზე რატომ მქონდა ეგეთი რეაქცია, რომ ცოტა ცხენები და რაღაც. აი AMG და Brabus ხო გაგიგიათ? ეგ არის წუნი კომპანიები, რომელიც აკეთებს Mercedes. და Mercedes-ის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, რომელიმე მოდელის არ აქვს მნიშვნელობა. ეგ S კლასი იქნება, G კლასი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე მაგარს აკეთებს Brabus-ი. ყველაზე მეტი ცხენით, ყველაზე მაგარ ვარიანტს. და რატომღაც ალპინამ ხო, აი ჩემი საყვარელი მანქანა რო ავიღოთ რა. ხო. გელენდვაგენი. ჩვეულებრივ სტოკ გელენდვაგენს ხო? ხო. სერიულად აქვს რამე 503 ცხენი ძალა. 506 ცხენი ძალა. ხო, რაღაც ეგრე რა. Brabus-ი აგერ ჩვენ განხილვაში გვაქვს კიდევ 900 ცხენის ძალა. კი, ხო და მაგას ვიძახი რომ ალპინამ რატო გააკეთა ამ მანქანაზე ეგრე პირიქით უფრო მაგარი უნდა გაეკეთებინა. ხო, ნუ ეგ არ ვიცი რა. მაგრამ აი საინტერესო რა არის იცი? ვიზუალურად შეცვალეს მანქანა? ხო და მაგას ვიძახი, ერთადერთი შეუცვალეს რული. და რა, რულში რა ხდება? ამას აქვს ესე აი სამი ქიმი ხო აქვს არა რულს აი სამი ის აქვს ხო აქ იმედია გამოჩნდება რა სამი ის აქვს თუ არა მე და იყო ჭირები რა ჩვეულებრივ სერიულ მოდელზე ხო ეს რკინის მართულები ვითარდება რა ხო მივხვდი ხო იქ მე იმედია ამოვანათებთ მაგას კი აუცილებლად და ალპინას ვერსიაში ის რო გაუკეთეს რა რულზე სიჩქარეების გადართვები შიფტერები ქვია ხო ну რა თქვია ფიზიკურად ვერ დაუყენებდნენ ხო მაგ იმას გამიგე და ადგენენ და თავში და ბოლოში გაუკეთეს ის მართულები ჭირები რა ხო და შუაში გააკეთეს სქელი ისა პლასმასი ხო ну პლასმასია თუ რაც არის რა ხო რომ მანდ დაემაგრებინათ შიფტერები ხო ხო სწორედ ხო აი ნახე ცუდი რა არის ალპინა აკეთებდა ყოველთვის მაგარ მანქანას. უფრო მაგარ ვარიანტს ვიდრე იყო. და ამ მანქანაზე რატომღაც მაგრამ ამ მანქანას რა უნდა შევცვალო რა. ხო, თან ის ყველაფერი ეღება. კი ბატონო. თან სერიულად დისკები 18-იანები უყენია დედალ-მამლები. კიდე ერთხელ უნდა გამოვიყვი რა. ეს 60-ის დისკები ხომ მომწონს? კი. ქარხნულები. ესეც მაგრამ მომწონს. კი ბატონო. ძალიან მაგარი დისკებია. შეგვიძლია ხო დავატრიალოთ კიდევაც. ხო და წეგან დამოვიწყდა რომ მეთქვა რა. ხო. და ეს არის მაისტოს აქ სერიები რა. ხო. არის ჩვეულებრივი მაისტო, არის მაისტო სპეშალ ედიშენი. ხო. და არის პრემიერ ედიშენი. ყველაზე ძვირი გირსმოვე პრემიერ ედიშენი, იმიტომ რომ ყველაზე კარგი დეტალებით არის გაკეთებული. ეს გამიმართლა და პრემიერ ედიშენი. პრემიერ ედიშენი, კი ბატონო. და სხვათა შორის ძალიან გაგვიკვირდა ეგეთ ფასში ესეთი იშვიათი ავტომობილი. არ დავასახილებ, მაგრამ ძალიან მაგარი ფასში ვიკიდე რა. ხო. თან აქვე თბილისში. თან როგორი ვარიანტია, მე ხო ვამოფხომე რომ ბიუჯეტურად ქართველებს უყვართ ყველაფრის კეთება. ხო იგრეა? კი. კოლექციონერობაც ბიუჯეტურად გვიყვარს ხო?
და აი ეს მოდელი მაქსიმალურად ბიუჯეტურ ფასში ვიყიდე. ნუ გაგვიმართლა რა. რაც იშვიათად ხდება ხო. ხო, ნუ აი რო ჩამოიტანოს რა ესა. ხო. ეგანაც ხო თქვი $80 გირს ტრანსპორტირების და წონის გარეშე. მაგას ემატება ტრანსპორტირება და წონა და გამბაჭა. უკვე გამბაჭებასაც ეკვემდებარება ხო, იმიტომ რომ 300 ლარიანი მას ცდება. კი. და ძალიან ძვირი გამოდის. ხო. მართალი ბრძანდებით ბატონი გუჯა. ხო და მე ვიცი ახლა რამდენით მართალია ეგ არ ვიცი, მაგრამ ამ მანქანაზე ვიცი რომ ჯეიმს ბონდში რომ გადაიგეს. ხო. მე შეწყვიტეს წარმოება. ჯეიმს ბონდში არა, ჯეიმს ბონდში ეს მანქანა გადაიღეს 99 წელს გამოვიდა ჯეიმს ბონდი. ხო, არა, ეგეთი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ რამდენით მართალია არ ვიცი თქო, ეგ თქო. და ეს მანქანა არის კოლექციონერებისთვის, ავტოკოლექციონერებისთვის, ვინც ნამდვილ მანქანებს აგროვებს. ხო. განძია რა. ხო, იმიტომ რომ იმდენად ცოტა არის წარმოიდგინე 8 მილიარდ ადამიანში 5700 მოდელი არსებობდა. დღესდღეობით უცნობია რამდენი მოდელია კიდე ცოცხალი. გადარჩენილი. ხო. და მგონი $300,000 თუ $400,000 გიქ. ხო, იმიტომ რომ 26 წლის წინანდელ მანქანაზე ვსაუბრობთ ჩვენ. კი. სხვათა შორის. 26 წლის წინ გამოვიდა. ისე რა მომწონს სიამ მანქანაში. BMW-ს იერსახე შენარჩუნებულია და თან BMW-ს არ გავს. ხო, აი ეგ არის რა, რომ BMW-ს იერსახე აქვს, მაგრამ არ გავს. ესა მოწეგრია. განსხვავებული არის და აი მაგიტომაც უფრო მომწონს რა ეს მანქანა. მართლა ძალიან ლამაზი ავტომობილი. ისე ერთი რაღაცა უნდა თქვა რა. იმ დღეს მე და შენ ხო მანქანებს ჩამოვთვალეთ რა მანქანები მოგწონს. ამას ხო Mercedes-ი ევასება, მაგრამ უფრო მეტი BMW ჩამოთვალა ვიდრე Mercedes-ი. ხო, რაც მომწონს კი ბატონო. ხო, ნუ ეგრეა ახლა რაოდენობრივად ხო აი რაც მომწონს ხო Mercedes ყავს რა გელენდვაგენი W140 190 ეგეც ხო და 124 კუზავ შო მორჩო შო მეტი აბა რა მომწონს Mercedes-ში მეც ეგენი მომწონს ხო ამაზე დავიწყო E30 E46 E60 ეს კიდე რომელი მომწონს მე რას აი როაც მომწონს დაჟე აი ნუ აი პრიუსი კი არა მაინც მომწონს არა პრიუსი არა პრიუსის სისტემა ჰიბრიდის მაინც მომწონს ნუ მაგაზე Toyota-ს შეუსრულა რა ბენ ხო Z4 მიცეს რო Z4-ში გაცვალა Z4 მიცეს რო Supra გაიკეთებინა ხო ნუ ან BMW დააგოიმა რა კი BMW ნამდვილად დააგოიმა Toyota მაგამ ბავშვი რავი მე მგონი მაგარი მანქანაა კი და მე მგონი ცუდი ვიდეოც არ გამოგვივიდა ჩვენ დღევანდელი ხო მე მაგალითად მაგრამ მიხარია რომ ჩემ კოლექციაში ეს მოდელი დევს თან ერთი 18 კი ხო ეხა ვიღაცას კიდე ერთ რაღაცას ვიღაცებს რო არ კონდეთ ისა რომ სხვა მასშტაბზე გადავიდნენ და რაღაცა რომელი მასშტაბი წიაფად ჩავარდება და საინტერესო მანქანა იქნება ის მასშტაბი იქნება არხზე ნუ თვითონ ზიმარ მოიტანა არ ყარა ხო თან კიდევ ერთხელ გავიმეორებთ რა ჩვენ შაბლონურად აბსოლუტურად ყველანაირ მანქანას არ განვიხილავთ ვცდილობთ ისეთი მანქანები ავარჩიოთ რომ საინტერესო იყოს ჩვენთვისაც ხო მაყურებელსაც დააინტერესოს თავისი ისტორია რო ქონდეს თვითონ მოდელსაც ხო და ბოლო კოლექციაშიც კიდე უმეტესწილად სულ ეგეთი მანქანა ხო აი ჟარგონულად უნდა თქვა რა აი იშვიათი მოდელის დათრევა უფრო მაგარი სიამოვნება კოლექციონერისთვის ვიდრე სხვა მუღამი აქვს მართლა აი ვიდრე სიტყვაზე რა ენცო ფერარი რო ავიღოთ აი ენცო ფერარი კი მაგარი მანქანაა კი ძალიან მაგარი მანქანაა თან მაგრამ ენცო ფერარი აქვს ყველა მწარმოებელს და იშოვება ყველა ფასიანი ყველა მასშტაბის ყველანაირი ანუ ყველა კინსმარტი აიღე და გინა ავტოვარტი კინსმარტი ავტოვარტი არა ის ამალგამი ვაფშე ავტოვარტს ფერარი არა ხო ავტოვარტს ფერარი არა მართალი ხო
ანუ ამალგამ სხვა აგზატო. ხო და მაგას ვამბობ, რომ არის მანქანები, რომელიც ნებისმიერ ვარიანტში შეგიძლია იშოვო და ნებისმიერ ფასად. და არის მანქანები, რომელიცაც ვერ იშოვი რა. ხო, აი ეს აბა რომელი ბრენდი უშვებს ამას? აი მაისტო კიდე? არა, ავტოარტი უშვებს. ავტოარტს აქვს ეს? აქვს კი. ხო. საულ ავტოარტს. ხო. მაგითო მე ვასწავლე. და ისა ავტოარტს განსხვავება რა, რა თქმა უნდა, ხარისხი უფრო მაგარია ბევრად და დამატებული აქცენტი. ხო. აი ეს, ხო. ხო და ჯეიმს ბონდის სერია 007-ია. ახ, ნუ ბოდიშით. უკაცრავ. და განსხვავება რომ თქვათ $400 ის. ხო. განსხვავებაც საკმაოდ საგრძნობია მინდა. ხო და მაისტოზე მინდა ვთქვა რა, კიდე ერთი რაღაც. პრემიერ ედიშენს და სპეშალ ედიშენს სულ სხვა ხარისხი აქვს რა. აი პრემიერ ედიშენი არის მიახლოებული ძვირიან ბრენდების ხარისხთან. აგერ თავისუფლად. ფაქტი სახეზეა. არ ვიცი კამერა როგორ და რანაირად ყავს, მაგრამ ნუ აი როგორც ვაკეთებთ ხოლმე რა. კადრები იქნება. ხო, ვიდეოს ბოლოში ხო. მაქსიმალურად შევეცდები რომ კაი კადრები გადავიღოთ. ხო. და დამავიწყდა, მომავიწყდება ხოლმე. 10,000 გამომწერზე საიდუმლო მოდელს გაჩვენებს. ისიც იშვიათია. კი ბატონო, ისიც ნამდვილად იშვიათი არის და რავი. რაც მალიავალთ ამ 10,000 გამომწერზე, ო, იმედია წელს ავალთ რა. იმედია. ეგ უკვე როგორიც ჩვენ მაყურებელზე არის დამოკიდებული რა, რამდენად მოწონთ ჩვენი არხი. მანდედან გამომდინარე, გამომწერებმაც უნდა მოიმატოს წესით და რიგით, ხო ეგრეა? კი, კი. და რაც მალე აგვიყვანთ კი. 10,000-ზე კიდე ერთ ვიდეოში ვთქვი და კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ პირველი ვიდეო იმ მანქანის უკვე მარტო რენდერი ჭირდება, მზად არის. კი, გამზადებული გვაქვს უკვე ვინმე. აი როგორც კი 10,000 გამომწერი დაიწერება. დაჟე გამონაკლის გავაკეთებთ რა. ხო, პირველ- აი ხო, ორშაბათობით და პარასკევობით. პირველ ვიდეოზე გავაკეთე. არა აქვს მნიშვნელობა სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი თუ კვირა იქნება, როგორც კი 10,000 დაიწერება, ხო? გამომწერებისა. დაიდება. ეგრევე დაიდება მომენტალურად. და დამიჯერეთ, რომ ყველას გესიამოვნებათ რა. კი. მარტო მაგარი მოდელი. ბევრისთვის სასურველი მანქანა არის სხვათა შორის. ოცნების მანქანაც. კი. ნამდვილზე ოცნებობი. კაი, დავანებოთ მაგ 10,000 დაუბრუნდეთ. თან ეგეც კონკრეტულად. კი. ხო. ხო, რავი, კიდე რამე მოყვეთ ამ მანქანაზე? რავი, მე მგონი всё. მე მგონი მოვრჩით. ხო. ცოტა ვილაპარაკეთ, თუ ბევრი ვილაპარაკეთ, რაც მართალია, მართლა იშვიათი მანქანა არის. მაგარი მანქანა. ძალიან მაგარი მანქანა არის და კოლექციონერებისთვის, ხო, ნამდვილ მანქანაზე ვსაუბრობ, ერთ-ერთი სანატრელი მანქანა არის. მარტო ნამდვილი არა. ხო. თვითონ მოდელების კოლექციონერებისთვის. კარგით, აბა დაგემშვიდობებით. და ვნახოთ შემდეგი რა მანქანა დაიდება. გამოწერა არხის არ დაგავიწყდეთ, გაზიარება. გაზიარება, კომენტარები. კომენტარები ხო, აუცილებლად. სხვათა შორის კი ისა კომენტარებს ვკითხულობ. ყველა კომენტარს ვკითხულობ. აუცილებლად. ეს ცალკე მე ცალკე. და მერე ვისა, რაც მოგწონს რა, რაც კარგი აზრია, მერე ვითვალისწინებ. კი, აუცილებლად. კარგად ვანდებოდეთ. ნახოთ.